იქნა და ვბრუნდი ჩემს სამშობლოში, იქ სადაც ქირა გადასახდელი არ მაქვს და მედიტაციების დროც დადგა. მედიტაციები არა ტოროლა. ისეთ ამბებში მოვხვდი, მოკლედ, გიტას ფეხი მოსაჭრელი აქვსო, მერე გავიქეცი სხვადასხვა კლინიკებში, ლაქიფაუში კი მითხრეს, რომ სპიცების ჩადგმით შეიძლება გადავარჩინოთ ფეხიო, რათა ატროფია არ მოხდესო. დასიუნჩიკაც აქ არის, მოკლედ კატების გადარჩენა არის ჩემი მისია. უკვე ჯანზე არიან ჩემი ფისოები, ჩემი საყვარლები. არ მთავრდება ეს განცდები, ეს გამოცდილებები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თბილისი არ დამითვალიერებია ნორმალურად. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ეზო, დასაწამლი, კატები დასამუშავებლები, ყველაფერი დასალაგებელი და ნახევარი წლით გადადებული საქმეები მოსაგვარებელია. ბევრი მეგობარი ჯერჯერობით ვერ ვნახე, ნაწყენები არიან ჩემზე, მაგრამ არა უშავს დრო წინ არის. მე უკვე აქ ვარ, ჩემს სამშობლოში, ჩემს მეტრომშენში, ჩემს საყვარელ ვაზის უბანში და რა თქმა უნდა ყველა ქუჩა არის ჩემი სახლი. ჩემი ნამდვილი ინტერესები იყო იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება ჰორიზონტს მიღმა, რა თვისებები არსებობს ისეთი, რაც მე შემიძლია შევისწავლო და გამოვიყენო იქ შემდეგ ტურში. სამწუხაროდ თბილისის ნახვა შემეძლო მხოლოდ მანქანიდან. ერთი ვეტერინარული კლინიკიდან მივრბოდი მეორეში, მერე მესამეში, მაგრამ გუშინ როგორც იქნა, ჩემი დაქალის დახმარებით, დაჟინებით და მოთხოვნით, წავედი ჩემს ნანატრ გოგირდის აბანოში.